ამ ვიდეოში ვიმოგზაურებთ დროში, კერძოდ კი 1725 და 2025 წლებში. ახლა არის 2025 წელი და ვიმყოფებით მოგზაურობაში პრაღაში, ჩეხეთში. და სანამ მოგზაურობას დავიწყებ, ჭირდება ინტერნეტი და მე ამისთვის გამოვიყენებ Roamingos აპლიკაციას და შევიძენ 5 გიგაბაიტს. და თუ შევიძენ ვიზაპარათით, 1 გიგაბაიტი საჩუქრად მოყვება. რა ძალიან მაგარია. ახლა გავააქტიურებ და ნახოთ, როგორ იმუშავებს აპლიკაცია. და ინტერნეტი რა არის? ნახოთ პირველი ოთახის ხედი როგორ გამოიყურება. ვაუ. აქ ფარემაკლია ესე რა. ჩემი არხის სპონსორია უსაყვარლესი ტრეველისტა. უღრმესი მადლობა მინდა რომ გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის და ახლა ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩემი საძინებელი ოთახი. წავედით. ესეც ჩემი ოთახი, რომელიც საკმაოდ გრანდიოზულია და როგორც ყოველთვის ლოგინის სირბილის ტესტი. 1, 2 და 3. აი რა გაია. ახლა არის 1725 წელი და მოვედი ჩემს სასტუმროში, რომელიც არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავს. მივედი, საერთოდ არავინ არ იყო, გავიხედე, გამოვიხედე და რა ვიცი, გადავწყვიტე რომ ჩემით მებოდიალა წინ დავუკან. განსაკუთრებით მომეწონა ინტერიერი და ეს კომფორტული სავარძელი, რომელიც მხოლოდ დედოფალს ჰქონდა მაშინ. აქვე გადავწყვიტე, რომ ახალი ყვავილი დამემატებინა ჩემი ამყოფნიდან და ასე გავაგრძელე სიარული. ძალიან ბევრი უცხო ნივთი შემხვდა, საერთოდ არ ვიცი ესენი საიდან მოვიდა. ეს საერთოდ რა არის? არა, ой, ეს ხარ ამაყოფილა. ოპს. ეს კი რაღაცა მომავლიდან იყო. არის დილის. მასუკლეთ 15, დილის მასუკლეთ 15. დილა როგორ ეთყობა და გვაქვს ესეთი პატარა ბარათი, სადაც წერია breakfast, ანუ საუზმე. ნახოთ რა დაგხვდება შიგნით, რა შევარჩომე და რა გემოქნება ყველაფერს. წავედით. ჩემი დილა ყოველთვის იწყება ყავით, ამიტომ რასაც დაიწყება. სონე კარგი მოაქვს რა. ჯერ დილა და წინავს ნახევრად. რის ნახევარს და ვინ ჯობს ეს? ხაჭაპური ვიპოვე. ბალერინა კაპუჩინა მართლა ძალიან გემრიელია. გადავიდეთ საუზმის თასზე, ანუ აქ არის იოგურტი, გავსინჯოთ, აბა ჩვენი სტიბოული როგორი იქნება. ძალიან გემრიელია, ძალიან. გადავიდეთ სუყე საუზმის ნაწილზე. ეხლა ვნახოთ ის ევროპული ხაჭაპური, რაც გითხარით. ხაჭაპურში ქართველებს ვერავინ მიგვაჭობებს დედამიწის ზურგსელა. და ახლა დროა რომ გავსინჯოთ ნამცხრები. ბისკვიტი უგემრიელესია. აი პეროგივით აიმენა რა. როგორ თქვა არ ვიცი. პასკას გებო. ავი კარში როგორ ცხოვრობდნენ არ მესმის. აჰოი, добрый рано. ახლა არის 1725 წელი. ჩამოვედი საუზმეზე და უნდა მიმერთვა ჩეხური ძველი ტრადიციული საუზმე. და ეს არის ჩემი საუზმის თეფში. ძით დაგლოცავთ, გაგიმარჯვოთ. ისე ამის ბიზნესს ხوار გამეკეთებინა. ჩეხური ტრადიციული კარაქი, ასე იწყება დილა 18 საუკუნის დასაწყისში. არის ნამდვილი ჩეხურის საუზმე. ახლა გავაკეთებ ახალ კომბინაციას. მე მგონი მართლა მაქვს სენდვიჩების კეთების ნიჭი. ესეც ჩემი ჩეხური საუზმე. ვიწყებთ მოგზაურობას 2025 წელს. იმისთვის რომ მარტივად ბევრ ადგილს ვესტუმროთ, გამოვიყენებთ ცივილიზებულად ტრანსპორტს. მოკლედ ახლა მინდა რომ ხალხს ვკითხო, ვინ იცის სად არის საქართველო? თუ იპოვე ერთ ადამიანს მაინც ვინც იცის სად არის საქართველო, ძალიან გამიხარდება. Hi, do you speak English? I just wanted to ask you if you know where is Georgia? Yeah.
Thank you. You're the best. პირველი ადამიანი ვიპოვეთ. Station is closed. Please exit at the... Where is Georgia? Georgia is under the Russia. Yeah. Unfortunately. Thank you so much. Thanks. საქართველოსგან განსხვავებით, აქ არ წერია რომ ნუ მიეყრდნობითო რა, შეგიძლიათ რომ მიეყრდნოთ, აი ასე. იმიტომ რომ ზოგადად ევროპას შეგიძლია მიეყრდნო რა. Where is Georgia? Country Georgia is in Asia. Yeah. Are you planning to visit Georgia one day? I don't believe it's a very safe country right now. So when it's safe, yes, I would like to visit like almost every country in the world. In Georgia, I think it's a great country, but not very safe. Unfortunately, yeah. Thank you so much. You're the best. Ოს დიდი სიმართლე თქვა ახლა ამ ადამიანმა, რომ ძალიან კარგია საქართველო, უბრალოდ არ არის უსაფრთხო. ხო მართლა. აქამდე როგორ მოვედი? გადავწერე აპლიკაცია ტრემ, საიდანაც შევიძინე თბილისი-ქუთაისისკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთები და გადავიხადე ვიზა პრემიუმ ბარათით, რის გამოც 20% თანხის უკან დამებრუნდა ანგარიშზე. ანუ მივიღე 20%-იანი кэшბექი და ამასთან ერთად 25%-იანი ფასდაკლება მივიღე როუმინგოზე, ანუ ინტერნეტის სხვადასხვა პაკეტზე. ძალიან მაგარია. 1725 წელს ჩემი ტრანსპორტი ჩემი ფეხებია, რადგანაც ცხენზე ჯდომის უფლებას არ მაძლევდნენ, იმიტომ რომ ასაკით ყველას პატარა ვეგონე. ახლა მოვედი ერთ საინტერესო ადგილას და გაგაცნობ აი აქ რა ხდება. ეს არის პრაღის ეროვნული მუზეუმი, სადაც აუცილებლად უნდა მოხვიდე თუ ხარ ტურისტი, მაგრამ მე არ ვარ ტურისტი, მე ვარ ჩეხი ქალბატონი, ამიტომ წავალ და გავისეირნე. შენ კი აუცილებლად მოდი აქ. მაგრამ თუ ვერ მოდიხარ, აქედან დაგათვალიერებინებ. აი ესე გამოიყურება პრაღის ნაციონალური მუზეუმი. ახლა კი ჩვენი წასვლის დროა, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი რაღაც გველოდება. ახლა მოვედი ყველაზე აქტიურად გლას პრაღაში. ლეშო. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ირება ერთმანეთში, ძალიან ბევრი საშოპინგო ადგილია, რაც მიზიდავს და უკვე ფეხების აღარ მიმორჩილება, იმიტომ რომ ერთი სული მაქვს დავათვალიერო და ვნახო და ჩემს წინ არის ნაციონალური მუზეუმი, სადაც ალბათ რავი, წინა ცხოვრებაში წავიდოდი. ახლა არა. წავედით. მოვედი პრაიმარკთან, სადაც ყველა ქართველი შედის აუცილებლად ევროპის თითო მოგზაურობაში და ჩვენც თქო უნდა შევალთ. იდეაში ეს მარკეტის ყველაზე იაფიანობით გამოირჩევა ჩვენთვის რა და ამის მუღამი მაქვს რომ შევიდე და ყველაზე იაფად ვნახო. რაღაცა ძალიან ლამაზი ქსესუარები, ჩანთები, ძალიან კაი რაღაცები იყიდება. მაგალითად ეს შორტი ღირს 4 ევრო და 50 ცენტი, რაც ანუ ძალიან ცოტა არის რა. ასე საზღვაოდ იდეალურია. ეს კი არა, ამ თქმასაც ძალიან უხდება, მე თუ გიხავთ. უია სანთელი ყოფილა ჭიქა მეგონა. ესეთი ქოდი აკლია ჩემს ლუქს. 10 ევრო ღირს ახლა ეს ქოდი. შავი რო არ იყოს ვიყიდი უბრალოდ შავფერი ნამდვილად არ მინდა. წამოდი ვახშენი. აქეთ არის აი ბაიმე წამოდი ვიპოვე ცისფერი ვიპოვე. ვაიმე რა ლამაზია ჩის. ანუ რა ლამაზია მინდა. მგონია რომ პატარა მაქვს. ეს ქუდი ძალიან მინდა, ცოტა მიჭერს უბრალოდ რა არ და ანუ აი მართლა რა ლამაზია. გავწელოთ. თავის კალამეხა და მე მგონი ესეც უნდა იყოს ეს მასშტაბი რო ჩანდეს, არა? რას ფიქრობთ? კომენტარებში დამიწერეთ რა. აუ ძალიან მომწონს ანუ ისა ვარ. ლა 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 ლა. ანუ ამ ქუდს დავით. მოკლედ ამ ქუდში გადავიხადე 365 კრონი. პრაიმარკიდან გავალ ამ შენაძენით და გავაგზელებ სვლას. 120 კრონი ღირს ეს აქსესუარი, რომელიც არის მაგნეტზე, ანუ მათი ვარზე მისაკრავი. ასტრონომიული საათი. ნახოთ კიდე დავათვალიეროთ ეს ზვირია. ასეთი საყვარელი ასანთის კოლოფი და მაგნიტზე, ანუ შეგეძლოთ რომ უბრალოდ როგორც დეკორაცია აქსესუარი ესე გამოიყენოთ, მიაკრათ, ან შეგნით შადოთ ასანთის ღერები და როგორც ასანთი ისე გამოიყენოთ. ეს. ეს ბედნიერება ღირს 60 კრონი, რაც არის დაახლოებით 8 ლარი. ეს არის ასტრონომიული საათის შეფუთვით შოკოლადი და ღირს 12 ევრო, რაც მეძვირება ძალიან. სუბუქია საკმაოდ. ძალიან სუბუქია. Hot wine, ამათ აწერია ცხელი ღვინო. ალბათ წყალს როცა დაასხამ, ცხელი ღვინის გემო აქვს. გლინტვეინის სავარაუდოდ. ოხ ეს მე-18 საუკუნე. აი ქართველები, და ქართველთან მივედეთ. გამარჯობა. თქვენს ქართველები ხართ, გამიხარდა ქართული ხმა გავიგე. როგორ ხართ? კარგად. მეც კარგად, მადლობა. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. დიდი მადლობა. ჩეხური სალამური, რაც ჩემი აზრით საკმაოდ პრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში. ესეც ჰარმონიკა. Can I try this one?
ცოტა ხმა მაქვს შახლეთში და გუშინ ბილიშკას კონცერტზე ვიყავი. დიდად არც ხმა მაქვს და არც ამოსუნ თქვის ზალა. ეს იყო სულ ჩემი დღევანდელი შესრულება ამ ინსტრუმენტზე. შეიძლება უფრო მარტივი იყოს. როგორ დავუკრავ? We are gonna buy. ამას ვიყიდე და დღეს მთელ ქალაქს ავაწიოკებ. ქართველები ხართ? აი დღე არ გაჩერდა. აი მაგას ვაფირებ. არ გაჩერდა, შვენიერია. მეც აკვეთ. წავიდა. არ ვიცი და როგორ ბედნიერი დასვენება. I will take this one. 70 კრონად ვიყიდე, დამრლებენ 30 კრონს. ქუჩაში საკმაოდ კარგი ვაიბებია, მხიარულება მიდის. აქაც ასე მღერია და მე შევერთდები ახალი სიამოვნებით. 2025 წელს პრაღაში ძალიან ბევრი ქუჩის მუსიკოსია. ერთად მღერიან, ცეკვავენ, პოზიტიურად ატარებენ დღეს. მეც გადავწყვიტე, რომ მათთან ერთად დავდგარიყავი და დამეკრა აი ამ საკრავზე. კი, რომელმაც ხელი ძალიან მატკინა და შემდეგ გადავწყვიტე ოდნავ დავხმარებოდი მათ. აი ესე პოზიტიური ხალხი მიყვარს რა. ბედნიერად ცეკვავენ, მერე თანხასაც იხდიან. რა თქმა უნდა, ეს თანხა მთლიანად მიდის მუსიკალურ ფონდში. აი ასე. ეს სიმღერა ძალიან დიდ ხანს გაიწელა. ზუსტად 15 წუთზე მეტი გაგრძელდა. მე აღარ ვითვლი, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე და როგორც იქნა დამთავრდა. Bravo! Thank you so much. It is so hard. Thank you. Wait. Thank you. Bravo. I appreciate it. Bye bye. ცოტა ხანი შესვენება უნდა ვიყო, იმიტომ რომ სახე გამადრეს, მეგონა მარტივი იქნებოდა. ფული არც არის, მაგრამ 15 წუთი მღეროდა ეს კაცი და 15 წუთი. ანუ შეხედათ რა განსხვავება ჩემს ორ ხელს შორის. ჯანსაღ ხელს და დაღლილ ხელს შორის, ანუ მაზოლები გამიჩნდა. აკაც მღერიან. ჩემი შესვენება ხანმოკლე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ზუსტად ორნაბიჯში იყო გრანდიოზული კონცერტი, რომელმაც მე ძალიან მომხიბლა. Bravo! It was very nice, thank you. What's your name? My name is Fali. Fali, where are you from? From Senegal. Wow, very nice. And where is your name? Mariam. Maria, nice to meet you, Maria. For me too. Very nice. Maminka, your mom? Yeah, she's my mom somewhere here. Yeah. Thank you so much and have a great day. Thank you so much. თანამედროვე მოგზაურობაში არ შევიდოდი რაიმე ტრადიციულში, შევიდოდი საბოეში, იმიტომ რომ ნაცნობი გემოებია და ძალიან საყვარელი. დავეცით, საბოეს ყველა ქვეყანაში ვსინჯავ უკვე როგორც იცით და აქაც გავსინჯავ რაიმე ისეც, რაც ჩეხეთისთვის დამახასიათებელი იქნება. I trust your taste. No? ანუ გოგოს ითხოვნება რომ არ მენდო. Okay. Thank you. Bye. განსაკუთრებული გემო აქვს, აი არ ვიცი ვერ აღწერა მას რა. რაღაცა იქ სახლში გაკეთებული გემრიელი კარტოფილის და ვგიჟდები ეცი თქვით რა. ნახოთ ახლა სენდვიჩი. ძალიან კაია. სენდვიჩი waffle fries. შემიჩავდე და გავსინჯოთ როგორ იქნება ეს სენდვიჩი waffle fries-თან ერთად. ანუ ეს სანდვიჩი ხო იყო 5 ვარსკვლავი. მე ხარი 5 ვარსკვლავი პლუსით რა. ძალიან მოხდა waffle fries-ი და მე ახლა გავაგრძელებ გზას ჩემს სანდვიჩთან ერთად. ხელში. წავედით მეტი ენერგიით. $1725 წლის ქუჩები ასე გამოიყურება. ბედნიერი წყვილები, მომღიმარი ხალხი, გადატვირთული ქუჩები და ესეც ჩემი სადილი, რომელიც წესით დესერტია. Thank you so much. გადავწყვიტე ვჭამო უნგრული დესერტი. ეს არის სტრდელნიკი. ყველას გონია რომ ჩეხური არის, მაგრამ ჩეხური არ არის. ეს არის უნგრული.
დამრჩა ბოლო წრე. ვიცი რომ ეს არის უნგრული, მაგრამ გემრიელია და აი როგორი სახე მაქვს ხედავთ რა. თუ გინდა რომ ნამდვილი ბრდელოს გემო გაიგო, მოკლედ უნდა ჭამო, აი ეს ბრდელნიკები აუცილებლად ჩეხეთში. აუცილებლად. ახლა მოვედი ნინოს და ალის მეგობართან, ნირიცთან. ეს არის მოკლედ ლიცის ქანდაკება და კიდევ საინტერესო ადგილებს გაჩვენებთ. წავედით. ჩვენ არ ჩერდებთ. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქ არის სპორტდარბაზი, ჯანსაღი ობიექტი და ეს საყვარელი ცუგები. ჩემი მოგზაურობის სპონსორია Travelista, რომელმაც იზრუნა ჩემს თანამედროვე და ძველებურ მოგზაურობაზე და მინდა უღრმესი მადლობა გადამხადო აქვე. ახლა კი წავედით. ეს ქანდაკება ლილიტის მსგავსად დეივიდსონის გაკეთებულია და არის ფრანს კაფკას თავი, რომელიც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს. ახლა მოვედით საერთო სამუშაო სივრცეში, ანუ coworking space, რასაც ეძახიან, და შენობამ ძალიან მომხიბლა ვიზუალმა, ანუ არქიტექტურულმა ნაწილმა და მოდი ვნახოთ შიგნით რა დაგხვდება და როგორ იქნება. აქვე გადავწყვიტე შემემოწმობინა რამდენი მეგაბაიტები მქონდა დარჩენილი. ესეც ასე, წავედით. მოვედით ბიბლიოთეკაში, სადაც ასეთი თაღი არის წარმოდგენილი 8000 წიგნით და ხალხი დგას უბრალოდ იმის რიგში, რომ გადაუღოს ფოტო ამ ყველაფერს. ანუ ახლა ეს გოგო რიგში დგას საათნახევარი იმის გამო, რომ გადაეღო როგორ აწყობ ბევრი წიგნი ერთად. საათნახევარი რიგში საკმაოდ ბევრია რა. ვეცდები რომ დაველაპარაკო ახლა ამ გოგოს და ისე მომიქცე თითქოს მისი მეგობარი ვარ უბრალოდ მეტი არაფერი რა. Hi. Is it deep inside? It's a mirror. Just a mirror. Yes. უბრალოდ სარკე არა. ეს უბრალოდ არის სარკის იმიტაცია, მეტი არაფერი ხდება აქ. არის 8000 წიგნი. წავედით, სულ ეს იყო საათნახევარი რიგი, მეტი არაფერი. 21 საუკუნეში, კერძოდ 2025 წელს, შუა დღეს დავლევდით სიმყავას, თან ასეთ განსაკუთრებულ ამინჩი, რა თქმა უნდა, Starbucks-ში და ანუ ყველაზე მეტად აი აქ მომწონს ჩემი არხის სახელი, რომელიც დააწერეს Wonder Blonde. ახეთ რა ლამაზი კალიგრაფიითაა თან. გაგიმარჯოთ. წავედით ახლა. ამასობაში მოვედით კარლინის თავარ ადგილას, ანუ ეს არის კარლინის თანამედროვე არქიტექტურა, რასაც შემოგარხედავთ. ეს შიგნით არის ბიზნეს ცენტრი, სადაც ხალხი მუშაობს, მაგრამ მე როგორც ტურისტი, შიგნით ამჯერად არაფერი მესაქმება. საქმე დავტოვეთ საკუთარ ქვეყანაში. წავედით. და ესეც ლეგენდარული Charles Bridge, რომელიც არის პირველი ლოკაცია ტურისტებისთვის, ანუ ძალიან უყვართ და ჩეხებსაც ძალიან გვიყვარს. წავიდეთ, ახლა გაჩვენებთ ძალიან ლამაზ ხედებს. ესეც ჩარლის ხიდი და ასე გამოიყურება ხიდამდე ტერიტორია, ანუ პრაღის ერთი ნაწილი. ახლა კი უშუალოდ ხიდზე გადავიდეთ და იმ ულამაზეს ხედებზე, რომელიც აი ამ ხიდიდან იშლება. ახლა ვიმყოფები ძალიან წმინდა ადგილას, ეს არის წმინდა იოანეს სურვილების კედელი, სადაც უნდა ჩაიფიქრო ორი სურვილი, რომელიც აგისრულდება. და როგორ უნდა მოიქცე? უნდა ჩაიფიქრო სურვილი. მარჯვენა ფეხი უნდა დადოთ აი აქ, ამ მოქროსფერ წერტილზე, აი ასე. პარალელურად მარცხენა ხელი, ხუთი ციცი, უნდა გადაანაწილოთ აი აქ, ამ შარავანდედის ვარსკვლავებზე, აი ასე. და მეორე ხუთი ციცი უნდა დადოთ აი აქ, 1 2 3 4 5, აი ეს. ჩაიფიქროთ სურვილი და ხელები აწიოთ მაღლა. და ის ორი სურვილი აგისრულდებათ. გადმოვედით Charles Bridge-დან და ახლა უნდა გაჩვენოთ პრაღის მეორე ნაწილი. წავედით. ანუ ქალაქის სრულიად სხვა მხარე. ამასობაში მოსაღამოვდა და მინდა რომ რაღაცა განსხვავებული დავლიოთ, ცივი სასმელი რო გავღილდე, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ თბილი, უფრო მეტიც ცხელი ამინდია და მოვნახოთ რამე განსხვავებული და ფერადი. ვაუ. ძალიან ფერადია და ძალიან მრავალფეროვანია, ნუ იმდენი რაღაც დეტალია აქვს. მისტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერიც საკმაოდ მობიხიბლე, იგივეს ვერ ვიტყოდი მენიუზე. ფასები საოცრად გაბერილი იყო და პლუს ამას ყველაფერი ალკოჰოლური იყო. ანუ ჩემი ადგილი არ იყო. Hi. What's your Nice to name? meet you. My name Anna. Anna, nice to meet you. Where are you from? I'm from Switzerland. Really? Yes. That's perfect. And you?
I'm from Georgia. Oh, it's very Have you been there? yeah. Really? Very beautiful. Thank you so much. You too. Thank you. Thank you. Thank you. Have a great day. კიდევ ერთი ლამაზი ადგილი აღმოვაჩინე და ვნახოთ, აბა აქ თუ არის რაიმე ისეთი, რასაც ვეძებ რეალურად. შევუკვეთე უალკოჰოლო მოჰიტო, დავაგემოვნოთ როგორია და ერთი-ორი სიტყვა მინდა გითხრათ ასევე შიდა ინტერიერზე, მოკლედ ხელის დასაბანად შევედი და ანუ ისეთი სილამაზე, ისეთი სამაზონო და გათვალიერებინოთ აუცილებლად. აქვე ჩავსვამ ამ ყველაფრის კადრს, მაგრამ მანამდე მოდი გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია, აი ძალიან გამომაცოცხლა, რაღაცნაირი აი ფრეშის გემო აქვს, იმიტომ რომ მართლა ფრეშია რეალურად და აი იტნის ლიმონადის გემო აქვს რა. ხელ ამინში რო გინდა ჰიდრატაცია და რაღაცა გაგრილება და გამოფხიზლება, ზუსტად ეგ გააკეთა ახლა ამან. და ჩვენ ვსვამთ ჩეხურ ლუდს. ზოგადად ჩეხეთი არის ლუდის სამყარო და მოკლედ ვსვამთ ნამდვილ ლუდს. სოფლიოში საუკეთესო ლუდს. ჩემში მარიამი მაინც იშება. მე და ალკოჰოლი. Thank you. თელ თავგადასავალი აბლუდის დალევა. ჩემ ხელა ვოკალიც დავლია, ვოკალიც ვოკალიც რა ვიცი. დავთვერი. I'm drunk. Oh my god. ესეც ასე. მისია შესრულებულია. ეს არის მოცეკვავე სახლი. ასე ქვია ამ შენობას და შეგვიძლია ავიდეთ ტერასაზე, აი მაღლა, სადაც ხედავ დურბინს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავიხედოთ და ვნახოთ ულამაზესი ხედები, რაც იშლება აი იმ ტერასიდან. წავედით ცეკვაცეკვით. Hi. You just need the ticket first For what? for going outside. Really? How much it costs? რა ამბავია? სამწუხაროდ ესეც ინფორმაცია გავიგეთ ახლა, არცაც წამიკითხავს, არც არავის უთქვამს, რომ ტერასაზე გასვლა ღირს 150 კრონი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის რესტორანის ბარიც, მნიშვნელობა არ აქვს თურმე სტუმარმა დამატებით უნდა გადაიხადოს პლუს 150 კრონი მხოლოდ იმაში, რომ ტერასაზე გავიდეს, რაც ცოტა დიდი უაზრობა მგონია მიდაგითხათ და სწორედაც იმის გამო, რომ ამ იდეას მხარს არ უჭერ, მარტო ამიტომ არ ვიხდი ამ თანხას და არ გავდივარ გარეთ. ტოვებ ამ ადგილს დიდი იმედგაცრუებით. ახლა ჩვენ მოვედით პრაღის ციხესიმაგრესთან და ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხესიმაგრე, რომელიც აშენებულა აქამდე დღემდე. წავიდეთ და ვნახოთ, რამდენად დიდია ეს სასახლე. სცენა შეიცვალა, როგორც ნახეთ და ახლა ჩვენი სმენის შეცვლის დროც არის, წავიდეთ შიგნით. ახლა კი მოვედით ვიტუსის კათედრალში და გაჩვენებთ შიგნიდან რა ხდება, მოგრძალებულად. ეს არის სანთელი, რომელიც შეგეცვლიათ დაანთოთ ბრჭყალებში. ეს არის რაღაც მომავლიდან, იმიტომ რომ აქ უნდა ჩააგდო ხურდა და რამდენსაც ჩააგდებ, იმის მიხედვით აინთება 15 წუთით თითო სანთელი. და ესაც ბიზნესად არის ქცეული რეალურად რა. ანუ 10 კრონს თუ ჩააგდებ, 15 წუთით მხოლოდ ერთი სანთელი გაანათებს, მაგრამ თუ ჩააგდებთ 20 კრონს, 15 წუთით უკვე 2 სანთელი გაანათებს. ბიზნეს. ანუ თქვენ დაახლოებით 15 წუთში უნდა მოვასწროთ ყველა ლოცვის თქმა, იმიტომ რომ მე რა ვიცი, სანთელი ქრება რა. აქ არის აღსარების ოთახები, სადაც შედის მამაო და სადაც შედის
ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ცოდვა ჩადენილი და ნანეფ თავის ცხოვრებაში. ძალიან ლამაზია ქავრობა. უბრალოდ არის მუზეუმად გადაგეთებული, სადაც შემოსვლა ძალიან ძვირი ღირს. ერთი ბილეთი ღირს 450 კრონი. აი აქ არის კიდე, რომელიც ხსნის ინფორმაციას ყველაფრის შესახებ. წამოვა მოვუსმინოთ. ეს მოზაიკები 1818 წლებში დაახლოებით არის თავიდან გაკეთებული, რესტავრირებული, რასაც ხედავთ. დანარჩენი ძალიან ძველია. ესეც ასე, კიდევ გზად რამდენიმე საინტერესო ადგილს გაჩვენებთ. ამ ლოკაციაზე არის 10 სხვადასხვა შენობა, აქტივობა და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამ და ჩვენს ბილეთში არის შესული 4 სხვადასხვა ზონა, სადაც შეგვიძლია რომ შევიდეთ. წინ არის ესეთი პატარა ქუჩა, რომელიც ძალიან გავს სიღნაღს. ასე გამოიყურება წმინდა ვიტუსის სახელობის კათედრალის უკანა ფასადი ერთი სიტყვით და ახლა გადმოვინაცვლებთ პრაღის ყველაზე ძველ ეკლესიაში, რომელიც 920 წელს აშენდა, ანუ მე-10 საუკუნეში. აი ისიც. და ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ეს ზონა შედის ჩვენს ტოპ 4-ში. ამ ქანდაკებაზე ღვთისმშობელს უჭირავს იესო ჯვარცმის შემდეგ უბრალოდ სახეშეცვლილია, რადგანაც, ძალიან ბევრი წლის არის სავარაუდოდ აქ არ წერია არანაირი ინფორმაცია. ნიშნულობა არ აქვს ორთოდოქსი ხარ თუ კათოლიკე, იმიტომ რომ ეს ეკლესია აშენებულია ქრისტიანობის გაყოფამდე 920 წელს, ხოლო ქრისტიანობა გაიყო ორად 1054 წელს. ძალიან მაგარია ასეთ ადგილას ყოფნა და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ ვეწოვით პრაღას. ახლა კი ჩვენ გადავინაცვლებთ შემდეგ ლოკაციაზე ჩვენი სიიდან. ახლა ვართ ოქროს ხაზში, ასე ქვია ამ ადგილს, სადაც არის ლამაცი და ძალიან ვიწრო ქუჩა, სადაც განთავსებულია სახლები სასახლის დაცვისთვის. ანუ ესე ჟღერს, სახლები სასახლის დაცვისთვის, მაგრამ ეგრე იყო რეალურად. ეს სახლები მე-15 საუკუნეში ააშენეს ოდნავ მოგვიანებით იმისთვის, რომ სასახლის დაცვებს ეცხოვრათ ახლოს და აი ამ პატარა სახლუკებში ცხოვრობდნენ. ეს კარი ჩაუკეტავთ. ეს უნდა ყოფილიყო მუზეუმი რა, არის ელემენტარული პატივისცემა, ესეც ჩაკეტილი, ჩარაზული. აქ არ გვაქვს არაფერი საერთოდ ფრანს კაფკასთან, რაც რაღაცა მიგვაახლოვებს ძველი შემორჩენილი, იმიტომ რომ თურმე ეს ადამიანი აქ ამოდიოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ეწერა, ანუ აქ არ ცხოვრობდა. და ესე მითხეს აქ, რომ რეალურად ცხოვრებას არ ქმევენ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ატარებდა, მაგრამ რეალურად აქ არ იძინებდა და ამიტომაც არ არის აქ მისი ლოგინი. It's okay. ჩვენი სიიდან ბოლო ლოკაცია არის სამეფოს სასახლე. შევიდეთ და ვნახოთ რა შემორჩა აი ამ სამეფოს სასახლიდან დღევანდელ რეალობაში. წავედით. დაგვაგვიან და 5-მდე ვმუშაობთ და სუსტად ახლა შესრულდა 5 საათი. სამეფოს სასახლეში ვერ შევედით, მაგრამ შემოვედით სამეფოს ბაღში. წავიდეთ დავათვალიეროთ ეს ხაპრული ტერიტორია. ფანტანი, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, ესე. i5-ის გაკეთებულია. ამ ბაღის გაგრძელებაზე არის პეტრინჰილი, პეტრინის მთა ესე ქვია და მოკლედ ზემოთაც არის ლამაზი სხვადასხვა კოშკი. ამასობაში მოვიდა ჩემი სასტუმროში დაბრუნების დრო, ჩემი ბოჰემური საწოლი და ოთახი მელოდება, იმიტომ რომ აქ ყველაფერი იკეტება და დროა რომ დავწვე და დავიცინო. გამოვედით პრაღაში, რომ გავერთოთ, ღამის ცხოვრება უნდა გაჩვენოთ, აქაური როგორია, მაგრამ დღეს არის კვარას თამაში და წამოვედით პაბში, რომ კვარას ვუგულშემატკივროთ და მოვახციეთ მოკლედ აი ამ პაბამდე. აბა კვარას თუ დავინახავთ მონიტორზე. ხალხიც უყურებს ახლა აქ ფეხბურთს, ჩვენ შევალთ და კვარას ვუგულშემატკივრებთ ჩეხურ უალკოჰოლურთან ერთად. წავედით. We are here for კვარაცხელია, ხუშა კვარაცხელია. Okay, PSG, wow. Yeah.
ხვიჩა. What? The best guy. Starboy. Starboy ხვიჩა. I love him. The He's best. from my country. Yeah, we know. Where are you from? What? Azerbaijan. Ukraine? Ukraine. Slava Ukraina. Героям слава. Thank you so much. Yeah. Thank you. Bye-bye. Bye. Thanks a lot. Kvicha is the best guy. The best guy. Kvicha. ხვიჩა. Baraskelia. ხელა. ჯერ. ვაფშე შედავარ. ჩეხური სალამური, ფლეიტა. ფლეიტა კაცოს რა არის? რომლის გამოც პირველ რიგში. What the fuck? მე ჩემი დიხანი თორ შევიწდია. სულ ეს იყო. გავჭედე. მან არ აღშოს.